გამარჯობათ, მე ვარ ქეთევან სახეიშვილი, კომპანია Dream Towards-ის ბიზნეს პარტნიორი. დღეს მინდა წარმოგიდგენოთ ისეთი თემა, რასაც ინტერესთა სფერო ეწოდება. კომპანია Dream Towards-ში პროდუქტი არის სწავლება. ბევრი კითხულობს, თუ რა ისწავლება ამ კომპანიაში. კომპანია აძლევს ადამიანებს ინტერნეტ სფეროში, ინტერნეტ სივრცეში ისწავლოს ის თუ როგორ წარადგინოს თავი საკუთარი ბიზნესი და ამას ესე იგი მისი ინსტრუმენტები გააჩნია, რადგან მოგეხსენებათ ბიზნესი ინტერნეტში სულ სხვა მიმართულება, ხოლო ბიზნესი ხმელეთზე ანუ მიწაზე სულ სხვა მიმართულება. და რაც შეეხება ინტერესთა სფეროს, ჩემი ინტერესთა სფეროა სწორედ ამ ბიზნესის განვითარება და შესაბამისად 180 ქვეყანა არის ის ესე იგი მასშტაბი, რომელიც კომპანიას აქვს წარმოდგენილი და 111-ში კომპანია უკვე არის შესული. ახლა რაც შეეხება ინტერესთა სფეროს, რამოდენიმე დღის უკან ნახე ფილმი მეფე რიჩარდი და თუ არა გაქვთ ეს ფილმი ნახეთ, ბევრი საინტერესო აღმოჩენას დაინახავთ. და იქ ფილმის გმირი საუბრობს, რომ მე, როდესაც რამე მაინტერესებს, ვიწყებ ამ საკითხის შესწავლას, ვიღებ ინფორმაციას, როგორ მუშაობს ეს და ვსწავლობ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ამ საქმეში მიიღენ უკვე სერიოზული შედეგები. ანუ იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ამ საქმეში ძლიერები. და შესაბამისად მე ერთ მომენტიც წარმოვადგინო, ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა ამ კომპანიაში ხორცის პროდუქტები და უნდა აიყვანათ მენეჯერი, რომელიც ამ კომპანიას წარმოადგენდა საკუთარი ამ ხორცის პროდუქტებით. და იყო 12 გვერდიანი მასალა წარმოდგენილი ამ ადამიანებისთვის და უნდა შეისწავლოს შესაბამისი საკითხი და მე უკვე წარდგინება უნდა განხორციელებულიყო. და ეს ადამიანი ამბობს, რომ მე მოვითხოვე დრო, რომ შემისწავლა აღნიშნული საკითხი. გავიდა 9:30 საათი და მკითხეს, რომ წარმოგვიდგინეთ ახლა ის რაც თქვენ შეისწავლეთ. მე ვუთხარი, რომ თუ შეიძლება კიდე მომცეთ 20 წუთი. კი ბატონო, მითხეს. გავიდა ეს 20 წუთი. შემდეგ კიდე მოვითხოვე დრო და ესე გავიდა 3 საათი. მე იმდენად კარგად შევისწავლე ეს საკითხი, რომ მე თვითონ მომეწონა და როდესაც წარვადგინეს, ვიდეო ჩანაწერებიც განხორციელდა, უკვე იყო შერჩევის პერიოდი და ამ კომპანიის წარმომადგენელმა ესე იგი გაეღიმა მას და მე ვუთხარი, რომ რა არის აქ გასაღები და მან არაფერი არ მიპასუხა. და ესე იგი ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეფასება უნდა გააკეთებია და იყვნენ ასევე ფსიქოლოგები. ფსიქოლოგებმა უთხრეს ამ ადამიანს, რომ არა იყანოთ ეს სამსახურში და გავიდა 15 წუთი და ამ ადამიანმა ესე იგი თქვა, რომ მე ამყავს ეს ადამიანი სამსახურში. და შესაბამისად ამით რისი თქმა მინდა, რომ ამ ადამიანმა დაუთმო დრო 3 საათი და სხვათა შორის ფსიქოლოგებმაც აღნიშნეს, რომ ამ ესე იგი შერჩევაზე 100 ადამიანი მონაწილეობდა და არც ერთს არ მოუთხოვია 5 წუთზე მეტი დრო, რომ შეესწავლათ ეს 12 გვერდიანი მასალა. თქვენ კი აღმოჩნდით ეს ერთადერთი, რომელმაც ამას დაუთმო 3 საათი და ეს ისე წინულად წარმოგვიდგინეთ. ზუსტად ეს არის, რომ ჩვენი ინტერესთა სფერო, რასაც წარმოადგენს და ჩვენ ამდენ დროს უთმობთ მის განვითარებას, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ თვითონ გსურს. და ამიტომ თქვენი აზრიც დამიფიქსირეთ ამ ვიდეოს ქვევით, თქვენი ინტერესის სფერო არის და რამდენ დროს უთმობთ თქვენ ინტერესის სფეროს. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის. შემდეგში სხვა თემას წარმოგიდგენთ, რომელიც იქნება ფაქტურად ამ თემის გაგრძელება. ბედნიერად.